გამარჯობა, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. დაგიბრუნდით ისევ ახალი წიგნით. შეგახსენებთ, რომ წიგნებს ვკითხულობ ჩემი მე-6 კლასელებისთვის. ახლა ბალიში არ მაქვს და ბალიშით არ წარვადგენ ახალ წიგნს, თუმცა გადავწყვიტე, რომ გაგაცნოთ ძალიან საინტერესო რესურსი. ეს არის წიგნის რვეული და სულ ახალი გამოცემა. ონჯალი რაუფის ამ მწერალს ძალიან კარგად იცნობს ქართველი მკითხველი გმირი ღამის ავტობუსით და ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე ამ რომანებით, საყმაწვილო რომანებით და ახლა უკვე მესამე წიგნი გამოსცა, გამომცემლობა სულაკაურმა. და რატომ დავაკავშირე ეს ორი წიგნი ერთმანეთთან, ამასაც გაგიმხელთ. ეს რვეული ჩემმა მეგობარმა ქართულის მასწავლებლმა მარიამ ჯამდელიანმა შექმნა. მას აქვს წიგნიერების კლუბები და ძალიან დიდი გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობისა. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ძალიან საინტერესო რვეული შემოგთავაზა და რომ მაჩუქა ეს რვეული დაახლოებით 3 თვე ალბათ შინ მაქვს მინდოდა რომ მე შემევსო თავად და შემდეგ შემეთავაზებინა ჩემი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო არის იმის კეთება, რასაც ჩვენ ბავშვებს ვავალებთ და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ დღიურის შევსებისას. ხოლო რაც შეეხება რატომ ეს წიგნი, ამასაც გეტყვით, დაახლოებით 3 კვირის წინ 3 ივლისს სულაკაურის გამომცემლობამ გამართა კონკურსი მადლობა მასწავლებელო. და ერთ-ერთი მონაწილე ვარ მეც მარიამიც ამ კონკურსის და იქიდან ერთად წამოვედით ნაჭრის ჩანთაში მედო ჟიულ ვერნის გრაფი მონტე-კრისტო და როგორც ორი მასწავლებელი ერთად რომ შეიყრება და ამ დროს ხდება ხოლმე გაუწყვეტლივ ლაპარაკობდით წიგნებზე, ბავშვებზე, ჩვენს მეთოდებზე და მარიამს გაუჩნდა სურვილი რომ წაეკითხა ეყიდა ეს წიგნი ჟიულ ვერნის გრაფი მონტე-კრისტო. მოვიარეთ მაღაზიები, არცად არ იყო ეს წიგნი და სულაკაურის მაღაზიაში აღმოჩნდით და ძალიან სასაცილო იყო იმის გააზრება, რომ ამხელა დაჯილდოების ცერემონიალიდან წამოვედით და ისევ სულაკაურის მაღაზიაში ვიდექით და ახალ წიგნებს ვათვალიერებდით. მაშინ ვაჩვენე მარიამს და რომ ამ წიგნის წაკითხვა მსურდა და მიყიდა და მაჩუქა. თავისთვისაც შეიძინა ეს წიგნი. ორჯერ წავიკითხე უკვე ერთხელ ჩემთვის და მეორედ ამ ვიდეო ჩანაწერისთვის და საგულდაგულოდ შევავსე მარიამის ნაჩუქარი წიგნის რვეული. მკითხველის ჩანაწერები, ასეთი წარწერა აქვს და მინდა რომ ეს წიგნიც სწორედ ასე გაგაცნოთ. წიგნის მთარგმნელი არის ციცო ხოცუაშვილი, რომელიც უნახავად მიყვარს და რომ დავფიქრდი რატომ მიყვარს ეს მთარგმნელი ასე ძალიან პასუხი ასეთი არის, რომ ციცო ხოცუაშვილს აქვს ძალიან ბევრი საბავშვო წიგნი ნათარგმნი და მათ შორის აი ისეთი წიგნები, რომლებსაც ჩემს გოგოს ვუკითხავდი ძალიან პატარაობიდან და მაშინ შემიყვარდა ეს მთარგმნელი ლექსები აქვს ნათარგმნი, რომანები, საყმაწვილო რომანები, ჰობიტში ჩართული ლექსებიც თარგმანიც მას ეკუთვნის. ერთი სიტყვით, ონჯალი რაუფი ბანგლადეშიდან არის, ინგლისელი მწერალია და ძალიან აქტივისტი არის, ადამიანის უფლებების დამცველი. და მის წიგნებში ყოველთვის გაჟღერებული არის ხოლმე სოციალური თემები, ბავშვის რთული ქცევა და ამ წიგნშიც თუ კი თქვათ მაგალითად გმირი ღამის ავტობუსში რთულ ქცევაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას და ანტაგონისტი გვიყვება თავის პირველ პირში თავის ამბავს თუ რატომ იქცევა ცუდად და მე როგორ იცვლება ეს პერსონაჟი, რა არის რთული ქცევის გამომწვევი მიზეზები, აქვე არის უსახლკარო ადამიანების თემა წინ წამოწეული. ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე ამ წიგნში უკვე
ტოლვილები, სირიაში ომი და ის ბავშვების მდგომარეობა ომის დროს, ეს თემები აქვს შემოტანილი, ხოლო წერილი ოქროსფერი მარკით ამ წიგნშიონჯალი რაუფმა წინ წამოსწია სოციალური პრობლემები, კერძოდ სიღარიბე, ჯანდაცვის გაუმართავი სისტემა, ბიუროკრატიულობა, თუ როგორ რომ სჭირდება ადამიანს მაგალითად ეტლი და ჯანდაცვის სისტემაში რამდენი საფეხური უნდა გაიაროს, წლობით შეიძლება მოუწიოს ლოდინი და ტკივილების, აუტანელი ტკივილების მოთმენა სამი შვილის დედას, რომ ეს ეტლი მაგალითად ამ ეტლის შეძენა დაუფინანსოს სახელმწიფომ. ამავე დროს ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ინგლისში ვითარდება სიუჟეტი, უელსში იწყება და შემდეგ ლონდონში და აი ამ ძალიან განვითარებული ქვეყნის საბავშვო მწერალი ყურადღებას ამახვილებს კვლავ სიღარიბეზე, ბავშვებზე, რომლებსაც შეათ. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ინდივიდის ნებას წინ წამოწეულია, რომ იმ შენს გარემოში რისი შეცვლა შეგიძლია, როგორც პოლიციელს, აქ ვხედავთ ძალიან კარგ პოლიციელებს, ექიმს და პოსტალიონს, მასწავლებელსა და დირექტორს და თითოეული ეს ადამიანი თავის პროფესიის ერთგულია, პირადი პასუხისმგებლობა აქვს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული და სწორედ აი მათი სწორი დროული მოქმედება ამ ბავშვის ცხოვრებას შეცვლის. კარგი, მოდი დავიწყოთ, ეს მინდოდა მეთქვა ზოგადად მთავარი თემების შესახებ და პირველი წიგნის როული ეკუთვნის ლელას ასეთი ცოტა ახლოს მოვწერდი, რომ თან გაჩვენოთ, დაბნელდა და ნელ-ნელა ღამდება და მე მხოლოდ ახლა მოვახერხე ძლივს მოვახერხე, რომ ბავშვებს გამოვრიდებოდი და ჩამეწერა წიგნის შესახებ ვიდეო. გაუზიარე, რას კითხულობ. წრეში ჩაწერე სათაური, აი აქეთ გვერდს კითხულობ, წერილი ოქროსფერი მარკით, ავტორიონჯალი რაუფი და დახატე წიგნის ყდაო და გადავხატე. შემდეგ დააკვირდი წიგნის ყდას და პირველ ილუსტრაციას გამოთქვი ვარაუდი, შენი აზრით რაზეა წიგნი, რატომ ფიქრობ ასე? წიგნის ყდის დანახვისთანავე გონებაში აენთო სიტყვები, წერილი და ბავშვი. ვიფიქრე, რომ წინ საინტერესო წიგნი მელოდა, რადგან ძალიან მიყვარს წერილები და ბავშვები. შემდეგ გვეკითხება ასეთი რამ შეკითხვა არის, შენი აზრით ვინ არის მთავარი პერსონაჟი? რატომ ფიქრობ ასე? ჩემი აზრით მთავარი პერსონაჟია გოგო, რადგან ილუსტრაციაზე ასე ხატია. დასვი შეკითხვები ტექსტის დაწყებამდე. ვინ, რა, სად, როდის, როგორ, რატომ, რომელი, საიდან? აი ასეთი ულამაზესი გრაფებია, შევსება რომ მოგინდება და წერა. და მე ვწერ, რომ ვინ არის მთხრობელი, რა ხდება წიგნში, სად ვითარდება სიუჟეტი, როდის შევძლებ წაკითხვას, როგორ აღმოჩენებს გავაკეთებ, რატომ ოქროსფერი მარკით, რომელი ეპიზოდით მოვიხიბლები და საიდან მოიფიქრა მწერალმა წიგნის სათაური. დამატებითი შეკითხვები მაქვს ასეთი, რომ წერილის შინაარსი მაინტერესებს, როგორია წერილის შინაარსი, საფოსტო მარკები რატომ უყვარს მწერალს. დაიწყე კითხვა, გაგვეცანი მთავარი პერსონაჟი. პერსონაჟის სახელი ოდრი, 9 წლის, გარეგნობა, აქვს დიდი თვალები, ძალიან არ არის გამახვილებული ყურადღება და ეს დიდი თვალებიც არ ვიცი შეიძლება ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. პერსონაჟის ოჯახის წევრები ყავს დედა, 4 წლის ტყუპი და ძმა. კეტი და პეკი და ცხოვრობს უელსში, კერძოდ სუონზის ესეთ უბანში და ღარიბულად მორთული სახლი აქვს მას. მოკლედ, გმირი, როგორია წიგნის გმირი ამბის დასაწყისში, არის ძალიან შეშინებული, აღელვებული, დარდიანი, დაბალი თვითშეფასებით, უცნაური და მიმდობი.
კიდევ აი ესეთი რაღაც მიწერია. ამბის დასაწყისში მთავარი პერსონაჟი ცხოვრობს უელსის ერთ-ერთ უბანში, ფიქრობს, რომ მოპირდაპირე სახელიდან მის ოჯახს სოციალური სამსახურიდან უთვალთვალებენ. ოცნებობს კონდეს საკმარისი საკვები და დედა გამოჯანმრთელდეს და მამას მიაწვდინოს ხმა. მისი მიზანია გაარკვიოს, ვინ ცხოვრობს მოპირდაპირე სახლში და მამას მისწეროს წერილი. მიზნები ნელ-ნელა იცვლება და ემატება ძალიან ბევრი მიზანი ამ გოგოს ცხოვრებას. წიგნის კითხვისას გავიგე, რომ ოდრის ოჯახური პრობლემები აქვს. მომეწონა, როგორ უვლის ოდრი დედას, პატარა და-ძმას, როგორ ანაწილებს დროს, როგორი კარგი მეგობრები ჰყავს. გამიკვირდა, რამდენი პასუხისმგებლობა აუღია საკუთარ თავზე ოდრის ბავშვის ცხოვრება დიდისას რომ ჰგავს. ამბის დასაწყისში რას გადაწყვეტს გმირი, მეზობლები გამოკითხოს და გაარკვიოს, ვინ ცხოვრობს ნომერ 54 სახლში, ვინ უშლის ხელს გმირს ბიზნის მიღწევაში. ისეთი მონდომებულია ოდრი, რომ ხელს ვერავინ ვერ უშლის და ვინ ეხმარება, მეგობრები ინარა და კავი. მისი მეგობრები არიან, როგორც თქვი, ინარა, ხვალუთმიანი, ულამაზესი გოგო, კავი, ბიჭი, ზრუნველი, ყურადღებიანი, ოჯახის წევრები, ოდრის დედას აქვს პროგრესირებადი ოსტეოართრიტი, ხშირად ითმენს გაუსაძლის ტკივილს, მომწონს მისი დამოკიდებულება შვილებთან, უყვარს შავ-თეთრი ფილმები, განსაკუთრებით ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით. ანტიგმირი, ალბათ ანტიგმირი მამაა, რომელმაც ავადმყოფი ცოლი მიატოვა 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად. ხო, აქ არის კიდე სიტყვები უნდა მოძებნო და როგორ ახასიათებს, როგორ არის დახასიათებული პერსონაჟი და შენი საყვარელი პერსონაჟი დაახასიათე ამ წიგნიდანო აი ასეთი გვერდია. და მოკლედ მე შევარჩიე პოსტალიონი გრძნობს სიბრალულს ოდრისა და მისი ოჯახის მიმართ, სევდას თავისი სამშობლოს დომენიკოსის რესპუბლიკის დატოვების გამო. ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამბობს, გამარჯობა ჩემო პატარა ქალბატონო, ეს ფრაზა განსაკუთრებით შეგიყვარდებათ. აკეთებს რომ დაატარებს წერილებს, ეხმარება ოდრის დედას, ეძებს ოდრის შემდეგ უკვე. მისი მიზანია, რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები, ოდრის დაეხმაროს, მისი დადებითი თვისებები მეზობლებს გააცნოს და დაიცვას ოდრი. გახდი ილუსტრატორი, აქ უნდა დახატო მთავარი პერსონაჟი, მაგრამ მე ვერ მოვასწარი დახატვა. შემდეგ მიწერია, რომ ამ გვერდის შესავსებად კარგად უნდა დავფიქრდე მეთქი, გაიხსენე, რომელი მონაკვეთი იყო ყველაზე საინტერესო სევდიანი სასაცილო ამაღელვებელი. საინტერესო იყო ექიმ ადეოლასა და ოდრის დედის საუბარი. სევდიანი, როცა ოდრი პოლიციის შენობიდან გამოდის და გონია, რომ გარეთ მამა ელოდება. სასაცილო, ოდრი და მისი მეგობრები მეზობლის მანქანას რომ რეცხავენ და თან რომ ცეკვავენ. ამაღელვებელი ოდრის ლონდონში გაქცევა, ოქროსფერი წერილის მიღების ამბავი. დაასრულე წინადადებები. მე რომ ამ წიგნის გმირი ვიყო, მეც მივიღებდი პოსტალიონი მოსთვის გამართული წვეულების მოწყობაში მონაწილეობას, მაგალითად ნაპოლეონს გამოვაცხობდი მეთქი. მე ველოდი, რომ ოდრის მამა საინტერესო გადაწყვეტილებას მიიღებდა, სახელმწიფო დროულად აღმოუჩენდა დახმარებას ოდრის დედას. რომ შემეძლო საყვარელ პერსონაჟს ვეტყოდი, შეიძლება ოდრი ჩაგეხუტო. შემდეგ აქაც უნდა დავხატოთ თავარი პერსონაჟი მეგობრებთან ერთად. კვლავ არის გავიგე, მომეწონა, გამიკვირდა. გავიგე, რომ ინგლისშიც შეათ ბავშვებს. მომეწონა პოსტალიონის მასწავლებლის, ექიმის, პოლიციელების კეთილსინდისიერება და სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა. ავტორმა მარკები რომ შემოიტანა წიგნში, გამიკვირდა ლონდონის პოლიციელების სერჟანტ ანიტასა და ჯორჯის თანაგრძნობით განსჭავლული დამოკიდებულება ოდრისადმი. რა არის გმირის პრობლემა? ახლა უნდა აღწეროთ და როგორ მოქმედებს გმირი, როგორ დაძლია გმირმა სირთულე. პრობლემები აქვს ასეთი, ხშირად საჭმელი არ აქვს, დედა ჰყავს ავად, მამა მიატოვა და ინატრება, პატარა და-ძმა სუვლის, პოლიციაში შედა ჰგონია რომ დააპატიმრებენ. აქ უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა წამოწიო წინ და მე მეგობრებს უნდა მისწერო წერილი. ამ წიგნის შესახებ. მე შევარჩიე მარიამი,
მარიამ ჯამდელიანი და ასეთი წერილი მივწერე. კარგა არის აქ, მაგალითად, მიესალმე, მოიკითხე უამბე წიგნის შესახებ, გაუზიარე ემოციები და დაემშვიდობე და მივყევი ამ კარგას ნაბიჯითაც არ გადავწდი. მიესალმე, გამარჯობა ჩემო მშვენიერო მარიამ, ვიცი რომ სვანეთში ისვენებ და ჰარი პოტერს კითხულობ. წავიკითხე შენი ნაჩუქარი წიგნი, რომლის წაკითხვა ვიცი რომ შენც გინდა. წიგნის ბოლოს იმდენი ვიტირე სახეცრემლებმა დამილბო. როგორ ზრუნავენ ადამიანები ერთმანეთზე ამის განცდა ცხოვრებაში და წიგნშიც ძალიან ამაღელებელია. შეხვედრამდე გიგზავნი რაჭის მერცხლების ჭიკჭიკს, ბავშვების ხმებსა და მზის ჩასulis წუთებს მეთქი და მეორე წერილი მივწერე სოფოს ილიას დედიკოს, რატომღაც ის გამახსენდა. ორივეს 4 შვილი ჰყავთ და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რამ და კიდევ ის რომ ძალიან უყვარს წიგნები სოფოს და სულ აინტერესებს ახალი გამოცემები. ჩემო ირემივით კეთილშობილო სოფო, როგორ ხარ? როგორ უმკლავდები ზაფხულში დღეებს 4 შვილთან ერთად? მინდა გაგაცნო ოდრის დედა, ორთეო ართრიტის გამო მოძრაობა უჭირდა ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ შვილებს ვერ უვლის. უნდა და არ შეუძლია. როდის ოდრის დედამ გამახსენა დედების პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რთულია დედობა, რთულია იყო საკმარისი ყველასთვის, შენ რას ფიქრობ ამის შესახებ? მოულოდნელ შეხვედრამდე უსაყვარლესო სოფო მეთქი, ვეღარ ვკითხულობ ისე დაბნელდა. აქ უკვე ავტორს უნდა მისწერო წერილი არ დამიწერია, მომავალ მკითხველს უნდა ურჩიოდ, ესეც შევავსე. ამბის დასასრულს მთავარი პერსონაჟი ფიქრობს, როგორი კარგი მეგობრები ჰყავს, ოცნებობს, რომ დედას ჰქონდა საჭირო ნივთები, გაიაზრებს, რომ სიმართლის თქმა სიმსუბუქია. გადაწყვეტს დაეხმაროს დედას და გაახაროს პოსტალიონი მო. ამბავი გააგრძელეო და არ მიწერია, შეცვალე დასასრული. უნდა გადმოსცე ამბავი დასაწყისში შუა ნაწილში და ბოლოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო ამ ტექსტში, დაასრულე წინადადებები და როგორია წიგნის გმირი ამბის დასასრულს. თავდაჯერებული, თამამი, შემოქმედებითი, მხიარული, აღელვებული, მზრუნველი მეთქი. აქ კითხვებს უნდა გასცე პასუხი, დასაწყისში რა კითხვებსაც დასვა და პერსონაჟი უნდა შეარჩიოთ და ალაპარაკო. მე ავალაპარაკებ აუცილებლად, აქ უნდა დახატო და სამახსოვრო ფრაზები. აი ეს მინდა რომ წაგიკითხო და სიტყვები არის ბოლოში. შეაჯამე წიგნიც არის სულ ბოლო გვერდზე და დაუტოვე ფრაზა მომავალ მკითხველს. შენ რა გაგიკეთებია სხვის გასახარებლად? ასეთი რამ მაქვს მოფიქრებული. გირჩევ შენც წაიკითხო, რადგან და მოიფიქრე განსაკუთრებული წინადადება ამ წიგნის აღწერისთვის. დააფასებ საყვარელ ადამიანებს და შენი ცხოვრების მოვლენებს ცუდსაც და კარგსაც მეთქი, ასეთი რამ მაქვს. და მოდი ფრაზებს წაგიკითხავთ. მომწონს, რომ ყველა ადამიანის კაკუნი სხვადასხვანაირია, როგორც თითის ანაბეჭდები. აქ მარკებზე წერს და გადაწერა ვერ მოასწარი, მაგრამ გვერდი მოვინიშნე და თუ მოვიკითხა, უკვე ისე დაბნელდა, რომ ვეღარ ვხედავ, მინდა რომ წაგიკითხოთ. მარკები ძალიან მიყვარს, წერილებზე ვგიჟდები და გამიხარდა, რომ თავარი პერსონაჟსაც ძალიან უყვარს მარკები, პოსტალიონი მოუგროვებს ამ მარკებს და სამწუხაროდ ვერაფერს ვეღარ ვხედავ. ეს წიგნი სავსე არის შედარებებით ონჯალი რაუფის მხატვრული ენა. ამით არის გამორჩეული, რომ ძალიან საინტერესო შედარებებს იყენებს, მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი გაიგებს ოდრის შესახებ არასასიამოვნო ამბავს, ოდრი ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ქვები გადაყლაპა და დაიფხშნაო, თუ აი გადმოსცვივდა პირიდანო ეს ქვები, ლაყე თითქოს კვერცხი გადაყლაპულიო, ძლიერი მღელვარებას ასე აღწერს და არ ვიცი, აი ულამაზესი შედარებებია. ძალიან ხშირად თავაზობ ხოლმე ბავშვებს, რომ თავადაც მოიფიქრონ შედარებები. ამ წიგნში კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ ჩემი წლის და 3 თვის ბიჭმა გვირილები მაჩუქა, უფროსმა დაიწყო მასწავლა და თვითონ წყვეტს და ჩუქნის და შევინახე. ასევე არის დახაზული მისი კალმით,
სულ აქვს მიხაზული, მოხაზული ყველგან. ვაძლევ ამის უფლებას, იმიტომ რომ წიგნები ჩემს დედურ ცხოვრებასაც ინახავს და სიამოვნებს, როცა გადავშლი ხოლმე წლების შემდეგ ამ ყველაფრის ნახვა. წერილზე არ მილაპარაკია წერილზე, ბევრი რამე გამოვტოვე საგანგებოდ, რომ არ გაგიქროთ წაკითხვის სურვილი. და ძალიან უბრალო, ძალიან კარგ ხალხს გაიცნობთ. თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მათ დაემსგავსოთ ამ საერთო საზეო სიხარულში მიიღოთ მონაწილეობა და პირადი პასუხისმგებლობებზე დაფიქრდეთ. აი, როგორ შეგიძლია შენი გარემო შეცვალო, თუ კი ცხადია ვერ გავწუდები ძალიან შორს. არ დაჯდეს ზოგჯერდება ხოლმე და მე ტყუილად ლაპარაკობ და აი შენი გარემო როგორ შეგიძლია რომ შეცვალო. ერთი ბავშვის ცხოვრება, მეზობლის ცხოვრება, აი პოსტალიონი მოს გულმოდგინება ამ ხრივ, ამ ექიმი ადეოლაც ამ ხრივ არიან ფანტასტიკურები და მართლაც აი ეს თანადგომა, თანაგანცდა, ზრუნვა რაც ჩანს ამ წიგნში, ამ საყვარელი გოგოსადმი, ცხარეცლებით აგატირებთ ალბათ თქვენც. მადლობა მარიამს ამ წიგნისთვის და მადლობა სულაკაურის გამომცემლობას, რომ გვანებიურებს ასეთი ახალ-ახალი გამოცემებით და მიუყვებით ჩვენს მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის სვლას, როგორც დაიბეჭდება წიგნი, თქვათ, რომელიმე ქვეყანაში და მალევე თარგმნის გამომცემლობა ეს ფუფუნება მკითხველებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით, ბალიშთან ერთად დაგიბრუნდებით და დიდი მადლობა თქვენ, ვინც მისმენთ.